საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაზე კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75 დეპუტატმა, 20 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა. გუშინ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, დღეს კი ორი მოსმენა გაიმართა. ქართული ოცნება კანონში ცვლილებებს უკავშირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება. კანონპროექტის პარლამენტში განხილვა დღეს აქციის ფონზე მიმდინარეობდა უარი რუსულ კანონს. სწორედ ეს იყო დღევანდელი აქციის სლოგანი და როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, კანონში შეტანილი ცვლილებები რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს. ნებისმიერი ისეთი კანონი, რომელიც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენი აზრით არის რუსეთისკენ მიმავალი გზა და რუსეთისგან ერთადერთი რაც ეხა განგვასხვავებს არის გამოხატვის თავისუფლების ის ხარისხი, რაც ეხა გვაქვს და ეს კარგად გვაქვს ჩვენ აქ ვინც ვდგავართ გააზრებული და ჩვენ ვაპირებთ, რომ სანამ ეს საბოლოოდ შევა ძალაში, გვინდა რომ გარკვეული პროცესები დავიწყოთ, რომ ხალხთან უფრო მეტი ინფორმაცია მივიტანოთ, რომ მეტის გაბედვა ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს და ფურცელზე მაინც შევძლოთ იმ სტატუს კოს შენარჩუნება, სანამ რუსულ ოცნებას გავუშვებთ, რაც ეხა გვაქვს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს და მათ შეზღუდვას, ეს ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება არ ითხოვდეს ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ ითხოვდეს სიტყვაზე ბენზინის გაზურების პრობლემაზე პროტესტს, ან ითხოვდეს პურის გაძურებაზე პასუხს თხოვდეს ხელისუფლებას. ანუ ხელისუფლება ამით გვეუბნება იმას, რომ ის ებრძვის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც წავა მათ წინააღმდეგ, რომელსაც ექნება რამე პრეტენზია ქართული ოცნების წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ დღეს პარლამენტის წინ ვხედავთ მოქალაქეების აქტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ გვაინტერესებს, რას დაწერს კობახიძე, ღარიბაშვილი და მისნაირი ქართული ოცნების დეპუტატები ამ თემაზე, იმიტომ რომ ჩვენ როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ყოველთვის დავდგებით პარლამენტის წინ და დავიცავთ ჩვენს უფლებას, ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას. ამიტომ ჩვენთვის არ არის ეს ბარიერი.